ჩიტი და მელია. ქართული ხალხური ზღაპარი. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ჩიტი ჩიორა. გაზაფხული რომ დადგა, სხვა ჩიტების მსგავსად ჩიორამაც ერთი ხშირტოტიანი ხე მონახა და მოხერხებულ ადგილას ბუდე ჩადგა. ჩაჯდა შიგ, სამი კვერცხი დადო და სამი კვირის თავზე გამოჩეკა. როგორც ყველა დედა ჩიორაც თავსევლებოდა თავის შვილებს, დახაროდა, დასჭიკჭიკებდა, უზიდავდა პეპლებს, ბუზებს, ჭიამატლებს, აჭმევდა და ზრდიდა. ერთ კვირაში ბარტყებს შიშველი ტანი ჭრელი და რბილი ბუმბულით შეემოსა. დედა ჩიორა უფრო გახალისდა, მალე ფრთები ჩემს პაციებს და ბედნიერად დავაფრენო. ფიქრობდა გულში და ღმერთს მადლობას სწირავდა, რომ მისი შვილები უხიფათოდ იზრდებოდნენ. მაგრამ სიხარული მალე მწუხარებად შეეცვალა. მელამ ბუდეს მიაგნო, ხის ძირას კუძზე დაყუნწდა და ჩიორას ასწახა. ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო, რაო, ბატონო მელაო, ერთი ბარტყი გადმომიგდე, შავ დღეს დაგაყენებ. სულს მოვიტან სუნცულასა, ხელეჩოს და წალდუნასა, ხესაც მოვჭრი, ხის ძირსაცა, შენს შეგჭამ და შენს შვილსაცა. შეეშინდა საცოდავ ჩიორას და ერთი ბარტყი გადმოუგდო. მელამ დაავლო ბარტყს პირი, იქვე ბუჩქებში შეაცუნცულა და თავფეხიანად გადასანსლა. მერე ისევ უკან დაბრუნდა ხის ძირას და ჩიორას ასწახა. ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო, რაო, ბატონო მელაო, ერთი ბარტყი გადმომიგდე, თორემ შავ დღეს დაგაყენებ. სულს მოვიტან სუნცულასა, ხელეჩოს და ხესაც მოვჭრი, ხის ძირსაცა, შენს შეგჭამ და შენს შვილსაცა. ისევ შეეშინდა საცოდავ ჩიორას. იფიქრა, იქნებ ჩამომეხსნასო და მეორე ბარტყიც გადაუგდო. სულსკმა მელამ ჰაერშივე სტაცა პირი. ისევ ბუჩქებში შეაცუნცულა და გადასანსლა. ტუჩები მადიანად მოილოკა, დასკუპდა ხის ძირს, ჩიორას ასწახა. ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო, რაო, ბატონო მელაო, ერთი ბარტყი გადმომიგდე, თორემ შავ დღეს დაგაყენებ. სულს მოვიტან სუნცულასა, ხელეჩოს და წალდუნასა, ხესაც მოვჭრი, ხის ძირსაცა, შენს შეგჭამ და შენს წარედ დაღონებულმა ჩიორამ აიყვანა მესამე ბარტყიც და მელას გადაუგდო. თვითონ აფრინდა, წავიდა შორს, შემოჯდა ერთ ხის ტოტზე და მოთქმით ატირდა. იქვე ერთი მონადირე დადიოდა. გაიგონა ჩიორას მოთქმა. მივიდა და ჰკითხა.
რა იყო ჩიორავ? ასე მწარედ რა გატირებსო? აღარ ამატირებს. ყავდა და ერთმა ცუცქმა მელიამ სამი შემიჯამა. ვერ მაჩვენებ იმ წყეულსაო. რატო ვერ გაჩვენებ? ალბათ ახლა იქვე გდიოდა ჩემს დაბრუნებას ელოდებაო. აბა, ამიძახ, მაჩვენე და იმის ჯავრს მე ამოგიყრიო. ჩიორა გაუძღვა მონადირეს და მიიყვანა თავის ბუდესთან. მელია მართლაც იქვე იყო. კუძზე დაუნცული მაღლა იყურებოდა და ჩიორას დაბრუნებას ელოდებოდა. მონადირემ დაუმიზნა თოფი, ესროლა და სული გააფრთხობინა. მერე მივიდა, გაუჭრა მელიას მუცელი და ჩიორას ბარტყები სახსალამათი გამოიყვანა. იერო ცუცქსა და მტაცებელ მელიას. ბარტყები კი უვნებლად დარჩნენ პატარა ჩიორას. ჭირი იქა, ფხინი აქა, კატო იქა, ფქვილი აქა. დასასრული.